ძვირფასო სტუმრებო. ახალები მუდამ ვიდექით ქვეყნისთვის გადარჩენის ბრძოლის წინა ხაზზე. დღესაც ბრძოლის სველზე ვარ, ჩემო მეგობრებო. იმ ბრძოლის, რომელსაც 15 ივნის გამარჯვებით დავასრულებთ. პატარა კახისა და დიდი ილიას სამშობლო, მზადა ეს გამარჯვება კოალიცია ქართულ ოცნებასთან კიდევ ერთხელ იზეიმოს. ამ ბრძოლაში მარტონი არც ახლა ვარ. დღეს ჩვენთან ერთადაა კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. ხოთ მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილს. მოგესალმებით კახელებო. მივესალმებით თელავს, მივესალმებით ჩემს კახეთს. ჩემს გაუტეხელ კახელებს გაუმარჯოს. მეგობრებო, დღეს მე ვარ უზომოდ ბედნიერი და ამაყი, რომ ჩემს მშობლიურ კახეთის მიწაზე ვდგავარ. სწორედ აქ, მეფეარეკრეს ქალაქში, არაერთხელ გადაწყვეტილა საქართველოს ბედი. ჩვენი კუთხე კახეთი ბევრი განსაცდელის წინაშე დამდგარა, მაგრამ ყოველთვის მედგრად დახვედრია გასაჭირს. კახეთი ყოველთვის გადარჩა და მთელი საქართველო იხსნა ფიზიკური და სულიერი განადგურებისგან. ეს ძალა კახეთს არასოდეს დაუკარგავს, ჩემო მეგობრებო. და დღესაც მყარად დგას ფეხზე. კახელებმა განუწყვეტელი ომების ქარცეთში გამოატარეს და გადაარჩინეს თავისი მთავარი განძი და პასეულობა. ჩვენი ქართული ვაზი. სწორედ ამიტომ არის ვაზი და ვენახი კახელი კაცისთვის წმინდა. ეს არის ჩვენი ძლიერი ფესვები და სწორედ ამ შეგნებით უვლის და იცავს გლეხი კაცი ვაზს. მაგრამ მე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ მოვესწრეთ დროს, როცა კახელი გლეხი თავისი ხელით შეხვდა თუ აჩეხინებდნენ ვენახს. ვაზის და ღვინის ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს აღარ განმეორდება. ჩვენ ამას აღარასოდეს აღარ დავუშვებთ. ჩვენ ზრუნავთ ჩვენს მევენახეობაზე. ხელს ვუწყობთ მის გადარჩენას და განვითარებას. და სწორედ ამ მიდგომით ჩვენ ჩავატარეთ გასულ შემოდგომაზე უპრეცედენტო რთველი, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არ დარჩენილა გლეხი საქართველოში, რომელსაც ყურძენი ჩაუბარებელი დარჩა. დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება, ჩემო მეგობრებო. ეს ნამდვილად დიდი სტიმულია ხალხისთვის. მარტო კახეთმა 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო ამ რთველით. ჩვენმა მთავრობამ უყურადღებოდ არც საწარმოები დატოვა და შედეგმაც არ დააყოვნა. ვაზის მოვლა პატრონობა დღეს უკვე მომგებიან საქმედ იქცა. კახელებმა ისევ დაიწყეს ვაზის გაშენება და მთავრობა ამაში ყველანაირად ხელს უწყობს მათ. კახეთში 2000 ჰექტარზე უკვე გაშენდა ახალი ვენახები. წელს ასევე ველოდებით იგივე რაოდენობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემო მეგობრებო. ჩვენ გვეგმავთ, რომ ვენახები გაშენდეს თანამედროვე ტექნოლოგიური სქემებით, იმისთვის, რომ მაღალხარისხიანი ყურძენი მოვიყვანოთ. მთავრობა იმაზე ზრუნავს, რომ გლეხი მარტო მევენახე კი არ იყოს, არამედ ღვინის მწარმოებელიც გახდეს და უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს. სულ უფრო მეტი ფასიედება ქვევრის ღვინოს. მე მინდა ქვევრის ღვინოზე რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, რომ ტრადიციული მეღვინეობა ქვევში ღვინის დადუღაბებას და დავარგებას გულისხმობს. ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია. არ არსებობს არც ერთი სხვა ქვეყანა მერწმუნეთ მსოფლიოში, რაც კიდევ უფრო რომლებიც აყვენებენ ქვევრის ღვინოს. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ქართული ღვინოს დაყენებას და წარმოებას უცხოელებისთვის. შემთხვევით არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ჩვენ სწორედ ახლა გვეძლევა საშუალება, რომ ახლებურად წარმოვაჩინოთ საკადრისი და საკადრისი ადგილი დავუკვირდროთ ჩვენს ქართულ ღვინოს, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით. მე მჯერა, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი მსოფლიოში ყველაზე აღიარებულ ღვინოებსაც გაუწევს კონკურენციას და დაიკავებს ერთ-ერთ საპატიო ადგილს მსოფლიო ღვინის ბაზარზე. ჩვენი ღვინო საქართველოს საიმიჯო პროდუქტი გახდება და თითოეული ქართველი ვიამაყებთ ამით. ამ საქმეში ღვინის საწარმოების ძალიან დიდი ფუნქცია აქვს.
დღეს უკვე ქარხნები გვაძლევს საშუალებას, რომ გლეხებს დროულად გადაუხადონ, ასე ვთქვათ, მოსავლის რეალიზება გაუკეთონ საბაზრო ფაში. მაგალითად, დღეს ვიყავი ვაზიანის ღვინის ქარხანაში. მე დღეს ვნახე, როგორ შეიძლება ხელშეწყობის პირობებში შეღავათიანი აგროსესხის გამოყენებით ერთ წელიწადში ქარხანა საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეს არის თანამედროვე ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. არის დაკომპლექტებული კადრებით და სრულიად მზად არის ლევანდელი თვალისთვის. სწორედ ამ ქარხანას მაგალითთვის მოვიყვანე 2000 ტონა შეუძლია გადაამუშავოს. სწორედ ასეთი მოცულობის სრულიად ახალი ქარხნების მშენებლობა არის იმის ნიშანი, რომ ეს დარგი ვითარდება, ჩემო მეგობრებო. და აგრომრეწველობას აქვს მყარი და სტაბილური მომავალი. ამ ქარხნის ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ ადგილობრივი წარმოების სტიმულირება არის სრულიად აუცილებელი და გადაუდებელი. იმის რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთხელ და სამუდამოდ ფეხზე დავაყენოთ. სწორედ შეღავათიან აგროკრედიტის პროექტის პარკებში, კახეთში უკვე 152 მილიონზე მეტი ლარის აგროსესხია გაცემული. 5000-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა შეღავათიან სესხით გასულ წელს. სწორედ წარმოების გაზრდა, კერძო მეწარმეების ხელშეწყობა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ ჩემი ინიციატივით რამდენიმე დღეში 1 ივნის ჩვენ ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც დავარქვით აწარმოე საქართველოში. ჩვენი მთავრობის მიზანი ამ პროგრამის განხორციელებით ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონში და ყველა სოფელში აღდგეს და აღორძინდეს ტრადიციული ქართული წარმოება. ამ საქმეს ჩვენ უკვე გამოვყავით შესაბამის ფინანსური სახსრები. ყველა შეუძლია ჩაერთოს ამ პროგრამაში. ყველას ნებისმიერ მოქალაქეს ააშენოს საწარმო, აიღოს სესხი და აწარმოოს ბიზნესი. როგორც კი საწარმოები გაჩნდება, რა თქმა უნდა, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც. ჩვენი ხალხი დასაქმდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უკვე შეარჩია დაახლოებით 100 შენობა, 100 გაჩერებული, მიტოვებული საწარმო, რომელიც არავის არ გახსენებია ბოლო 20 წლის განმავლობაში. ეს 100 საწარმო იქნება ჩართული ამ პროგრამაში. და მეწარმეებს ჩვენ სიმბოლურად ერთლარად გადავცემთ. აგერ უკვე 2 წელია მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება სოფელს. მიწის საგაზაფხულო სამუშაოებში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი. მე ჩემს საახალწლო გამოსვლაში ვთქვი, რომ საქართველოში არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი და ჩვენ ამას თქვენთან ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. იმით, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს მივეხმაროთ და რეალურად ხალხმა იგრძნოს სარგებელი საკუთარ თავზე. საკმარისი არ არის ეს ყველაფერი, მე ვიცი, მაგრამ ნამდვილად არის სტიმული იმის, რომ ოჯახები ფეხზე დადგეს. სწორედ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც რეალურად ზრუნავს ხალხზე. ეს ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ჩვენ ხალხს არ ვთხოვთ მადლობას. ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ვემსახუროთ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას და არა პირიქით, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ დავიწყეთ სოფლებში სკოლების აღდგენა და ახალი სკოლების შენებლობა. განათლება ჩვენთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სწორედ დღეს დილით ვიყავი საგარეჯოში, ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვანთ, სოფელ ლამბალოში, სადაც 1000-მდე მოსწავლეა და წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა რატომღაც მათთვის სკოლის აშენება. ჩვენ ვაშენებთ ახალ სკოლებს, ვარემონტებთ სკოლებს. სწორედ სოფელ ლამბალოს ბავშვები, რომლებიც მე დღეს ვნახე დღეს დილით, თანამედროვე სკოლაში ისწავლიან. და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რომ საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს განათლების გარეშე. მინდა გითხრათ, რომ თქვენი შვილები წელსაც მიიღებენ უფალ სახელმძღვანელოებს. რაც შეეხება სტუდენტებს, ჩვენ მათ ვუქმნით განათლების მიღების პირობებს. ჩვენ გვაქვს უფასო ფაკულტეტები. თბილისში ვაშენებთ სტუდენტურ საცხოვრებელს რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდებს საზღვარგარეთ დაუფინანსებთ სწავლას. ახლა მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჯანმრთელობის საკითხს შევეხო. მეგობრებო, ბოლო 20 წელზე მეტია ჩვენი ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა სიძვირის გამო ვერ ახერხებდა საავადმყოფოში დაწოლას და მკურნალობას, ოპერაციის გაკეთებას. დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო და მათ მკურნალობას აფინანსებს. რა თქმა უნდა, რაც ახლა ჩამოთვალე, არ არის საკმარისი. და ჩვენ არ გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ის რაც გავაკეთეთ, რაც ვაკეთებთ,
ეს არის ყველაფერი და საკმარისი. მაგრამ ეს არის ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს თანმიმდევრულად. ბუნებრივია ყველაფერს ერთდროულად ვერ მოვერევით. ყველა მისთვის რამ ძიმე მდგომარეობაში ჩავიბარეთ ჩვენი ქვეყანა. რამ ძიმე მემკვიდრეობა გვერგო. აბსოლუტურად ყველა სფეროში. სწორედ ამიტომ ჩვენ დღე და ღამე ვშრომობთ, რომ რაც შეიძლება მალე გადავჭრათ თქვენი პრობლემები. მაგალითად, მე დღეს დავათვალიერე თელავის აეროდრომი. სადაც სამუშაოები მიმდინარეობს. 20 წელი ეს აეროდრომი უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ახლა გვეძლევა იმის საშუალება, რომ იგი იქცეს ბაზად და წინაპირობად, რომ შიდა ქართული აერომიმოსვლა განვითარდეს. საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. რომ პირველ რიგში ამით ისარგებლოს ჩვენმა ხალხმა და ისარგებლონ ტურისტებმაც, რაც თავარია. ვინაიდან ამ ლამას კუთხეს კახეთს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. კახეთში თავმოყრილია უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, უნიკალური ბუნება. მაგალითად, მთათუშეთი უამრავი ტურისტი იზიდავს. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, მეგობრები, გონივრულად და კიდევ უფრო განმოვითაროთ ტურიზმი. ამით ხალხს გაუჩნდება რეალური შემოსავალი დამატებით. გაჩნდება სამუშაო ადგილები. სულ რამდენიმე დღის წინ მე მინდა გაცნობოთ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდურის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, კარტოფილის და ხილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის და კონსტრუქციული მუშაობის შედეგია. ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ ხალხს ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინოს პროდუქტის რეალიზება და მიიღოს მეტი შემოსავალი. სულ მალე საქართველოს ხელს მოაწევს ევროპასთან ხელშეკრულებას. ეს იქნება რეალურად გზა ხალხის კეთილდღეობისკენ, საქართველოს წინსვლისკენ და განვითარებისკენ, ქვეყნის მოდერნიზებისკენ. ევროპასთან დაახლოებით ბევრ სიკვდილს მოგვიდას, მეგობრებო. ჩვენ ევროპაში უნდა შევიდეთ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი კულტურით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით. და ბოლოს მე მინდა შევეხო მოახლოებულ არჩევნებს. 15 ივნისს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ამ არჩევნებზე ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ავირჩიოთ. გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და რაც თავარია, თელაველებმა თქვენი ქალაქის მერი უნდა ირჩიოთ. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ თელავის, ანუ ჩვენი დიდი მეფის, ერეკლეს ქალაქის მნიშვნელობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ არჩევნების მერე თქვენ ხდებით თქვენი ქალაქის ბატონ-პატრონი, ასე ვთქვათ. დამთავრდა ის დრო, როცა თქვენს აზრს არავინ არ ითვალისწინებდა. დამთავრდა დრო, როცა თბილისიდან ერთი კაცის ნებასრულზე წყდებოდა ყველაფერი. თელავს როგორც სატახტო ქალაქს ისე უნდა მივხედოთ. თელავმა უნდა დაიბრუნოს თავისი დიდება და ეს უნდა მოხდეს თქვენი აქტიური მონაწილეობით. ამაში რა თქმა უნდა ჩვენ დაგეხმარებით, ბუნებრივია. ახლა მთავარია ჩვენ გავაკეთოთ სწორი არჩევანი. ამიტომ მე მინდა მივმართო ყველას და მოგიწოდოთ, რომ მხარი დაუჭიროთ ჩვენს კანდიდატებს და ხმამისეთ ქართულ ოცნებას. კოალიცია ქართული ოცნება ნამდვილად კარგ კანდიდატებს თავაზობთ, მე გვირდებით. და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ საპარლამენტო არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ახლა აუცილებელი არის, რომ დავასრულოთ ეს ციკლი, რასაც ქვია თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ აუცილებლად საბოლოოდ უნდა გავიმარჯვებთ. და საბოლოოდ უნდა დავამარცხოთ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არც ერთ რაიონში აღარ უნდა იქნას წარმოდგენილი. მე მიმართავ ყველას, რომ აღარ დავუშვათ არსად არც ერთ რაიონში ეგრეთ წოდებული კოჰაბიტაცია. ეს იქნება ჩვენი სირცხვილი. და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებზე. ახლა რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს, ჩვენ მაქსიმალურად შევარჩიეთ სამშობლოს მოყვარული და ერთგული ხალხი, ნამდვილი პატრიოტი ხალხი და მე მინდა წარმოგიდგინოთ ისინი. თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ალექსანდრე შათერიშვილი, საგარეჯოს გამგებელი ბატონი გიორგი გზირიშვილი, გურჯაანის გამგებელი ბატონი გია გერგიძე,
სიღნაღის გამგებელი ბატონი დავით ჯანიკაშვილი ლაგოდეხის გამგებელი ბატონი კახა ჯამბურია ყვარლის გამგებელი ბატონი ილია მზექალაშვილი ჩემი მშობლიური დედოფლისწყაროს გამგებელი ბატონი ნიკოლო ჟანიაშვილი ახმეტის გამგებელი ბატონი ბექა ბაიდაური და ბოლოს ამ ქალაქის თელავის მერობის კანდიდატი ბატონი პლატონ კალმახელიძე მე მინდა სიტყვა გადავცე ბატონ კალმახელიძე დიდი მადლობა მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო მოგესალმებით ჩემო თელაველებო მოგესალმებით ჩემო კახელებო კახეთი მუდამ იყო ქართველი ხალხის გაუტეხლობისა და მტრისადმი დაუმორჩილებლობის სიმბოლო ამის მოწმეა ხორნაბუჯი ამის მოწმენი არიან გრემი უჯარმა სიღნაღი ალავერდი შუამთა დღეს აქ პატარა კახის სატახტო ქალაქში განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობთ კახელი კაცის გაუტეხელ ძალასა და სულიერ სიმტკიცეს. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე. მე მიყვარს ეს ქალაქი და მინდა ჩემი გამოცდილებით ვემსახურო ჩემს ხალხს. გვერდში დავუდგე და დავეხმარო პრობლემების მოგვარებაში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ის რაც წლების განმავლობაში ფუჭდებოდა, ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება, მაგრამ მე და ჩვენი გუნდი მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალღონეს არ დავიშურებთ. გვახსოვდეს, ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. მე თქვენი მხარდაჭერა მჭირდება. თქვენ ჩემი გვერდში დგომა. ყველა ცვლილებას ერთად დავგეგმავ. ერთად ვიბრძოლებთ, რომ ეს უძველესი და ულამაზესი ქალაქი უფრო ძლიერი და ლამაზი გახდეს. რომ ყველას მიხაროდეს აქ ცხოვრება. დიდი ილიას შეგონებას ჩვენი თავი ჩვენამდე გვეყუდრესო, ქართული ოცნება 15 ივნისს რეალობად გვიქცევს. თავად გავხდებით ჩვენი ქალაქის ბედისგამგებლები. თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და კულტურული ცენტრია. ღვინის სამშობლოს მთავარ ქალაქს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ ღვინის მსოფლიო დედაქალაქად იქცეს. ეს ტურიზმის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს. გპირდებით, ერთად ავიხდენთ ოცნებას. ერთად ვაქცევთ ჩვენი ქალაქის დიდ შესაძლებლობებს, ჩვენი ოჯახებისა და შვილების კეთილდღეობად. ერთად ვიზრუნოთ თელავზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, არ ვიშლებით, რა თქმა უნდა. კონცერტი გრძელდება, ჩემი მეგობრები, ჩემს მერე ძალიან ბევრ სიმღერას შეგისრულებენ. გთხოვთ არ წახვიდეთ და ერთად ვიზიამოვნოთ. Yes, my love makes me strong. Yes, my love gives me hope. Every time I hear your voice and breath with loving face, with lovely cheeks.